აქცია გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროსთან პროფკავშირების 6 დამოუკიდებელი ორგანიზაციის წევრები დავას იწყებენ 7 სახელმწიფო დაწესებულების წინააღმდეგ. მათი მოთხოვნაა შრომითი და სოციალური პირობების გაუმჯობესება. შეკრებილების განცხადებით, თუ მოთხოვნები არ შესრულდება, გაიფიცებიან. ჩვენ გადავწყვიტეთ 6 პროფესიულმა კავშირმა დაგვეწყო კოლექტიური დავები დასაქმების ადგილებზე, სადაც ადგილი აქვს დასაქმებულთა შევიწროებას. ასევე პრობლემაა ის, რომ რამდენიმე პროფკავშირს არ არეგისტრირებს იუსტიციის სამინისტრო. ამ შემთხვევაში გვაქვს საუბარი საჯარო მოხელეების პროფკავშირზე, რომელიც უკვე კარგახანია დაარსდა. თუ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები, ჩვენ ცალ-ცალკე სამსახურებში დავიწყებთ გაფიცვას. ჩვენი უპირველესი მოთხოვნა არის, რომ შრომელთა უფლებები ამ ქვეყანაში იყოს დაცული, არ ხდებოდეს ის რეპრესიები, რომელიც ეხლა მასობრივად არის დაწყებული ყველა უწყებაში, იქნება ეს კულტურა, ხელოვნება, სპორტი, პოლიტიკაშიც უკვე და საჯარო სამსახურებშიც ვხედავთ იმ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც ნამდვილად არის რეპრესიული და რომელიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნას.